გამარჯობათ, მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ჩვენ ტრადიციულად ხუთშაბათს ვაგრძელებთ მაუწყებლობას ხუთშაბათსაც და ამ სტუდიაში ვიმყოფებით ამჟამად უწინაც თავისთავად, მაგრამ დღეს ასევე ბატონი თორნიკე კივილაძე და მე ბექა თაუბერი კაპანაძე. მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. მე მსურს ერთი რამ გითხრათ, რომ კონკრეტულად ამ პირველი ჩვენ დღეს ორი ფორმატით შემოვიფარგლებოდით ხოლმე ყოველთვის ხუთშაბათ დღეს და მცირე ჭრის შემდეგ კვლავ გიბრუნდებოდით მომდევნო 1 საათით. მეორე ნაწილში, მაგრამ დღეს სხვაგვარად იქნება, მინდა გითხრათ და საზოგადოებისათვის, ფართო აუდიტორიისათვის გასაგონად, მსურს ესეთი რამ გავაჟღერო. მეორე ნაწილი დაეთმობა აუცილებლად და მინდა ყველამ შეხედოთ ეს და უცქიროთ, დაეთმობა დოკუმენტური ფილმის პრემიერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ. სადაც ნამდვილად აისახება ამ უნივერსიტეტის განვლილი ისტორია, ამ უნივერსიტეტის დღევანდელობა, რა თქმა უნდა, თუ საიდან მომდინარეობს, რა იყო მართლა ფუნდამენტი ამ ყოველივესი, რამაც დიდი ღვაწლით და დიდი, ასე ვთქვათ, მიღწევებით ჩვენ ქვეყანას მხოლოდ კეთილი ნაყოფი მოუტანა. თუ რა საერთაშორისო დონის სპეციალისტები გვყავდნენ და რა საერთაშორისო დონის მიღწევები აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს და პიროვნულადაც როგორი კორიფეები გვყავდნენ ჩვენ და რა ასე ვთქვათ, როგორი ღირსეული პიროვნებები ამ ყველაფრის შესახებ თქვენ შეიტყობთ. ჩვენი გადაცემის შემდეგ მცირე ჭრა იქნება და რა თქმა უნდა მეორე ფორმატში, ანუ ჩვენს გარეშე იქნება ეს დოკუმენტური ფილმის პრემიერა. რა თქმა უნდა, ბოლოშიც შეგახსენებთ, იცით, ჩემო მეგობრებო თორნიკე, ვიცით როგორ აქტიურ ფაზაში შედის და შესულია ჩვენი ქვეყნის რყევები საერთოდ და კონკრეტულად განათლების სისტემის გეგმა ზომიერი ნგრევა. ზომიერი აღარ არის, რომელიც ზომიერებაზე აქვს საუბარი, გეგმიური ნგრევა. მთლიანად გაიხსნა პანდორას ყუთი, მინდა ვთქვა. რეალურად ის ყველა საშინელებები უკვე თვალსაჩინოა, თუ რაც ჰქონდათ მათ გუნებაში, არ იყო ძნელად, ასე ვთქვათ, მისახვედრი, აი ეს ანალიტიკა ნამდვილად არ მოითხოვდა სიძნელს, რადგან რამდენი წელია უკვე ეს ადამიანები ერთი და იგივე ფერხულში და ერთი და იგივე კვალში არიან, რომელი კვალიც მართლა მოუსავლეთისკენ მიდის და არანაირად ტაძრამდე და არც ცოდრის ტაძრამდე ეს ფაქტია და ჩვენი ხელისუფალიც აი მადაზე მოსული დაუსჯელობის ერთგვარი ილუზორული სინდრომით შეპყრობილნი, რა თქმა უნდა, ანადგურებენ ქვეყნის განვითარების და მდგრადობის ამ მართლაც ისტორიულ ფუნდამენტს, სამწუხაროდ, საუბედუროდ. ლენინის ორდენოსანია ჩვენი ხელისუფალი, რა მინდა გითხრათ. და ეს მართლა ორდენოსანმა ხელისუფლებამ დიდი უმეცრებით შეუტია მეცნიერებას. დიდი უმეცრებით შეუტია საერთოდ მეცნიერებს და აი იმ პლაცდარმს, აი იმ ფუნდამენტს, რაც არის, როგორც ილია მართალი ბრძანებს, რომ განათლება არის წყარო ქვეყნისა. განათლება არის სინათლის წყარო, გესმით და წყაროზეა საუბარი პატივცემულებო. რომელიც წყაროც თქვენ, რა ვიცი, ცდილობთ ჭაობად გადააქციოთ. რეალურად აქ თქვენ შეწევნა არ გექნებათ მაღლიდან და გვერდიდან 1-2 თუ ვინც არ უნდა შეგეწიოთ ამ შეწევნას, აბა რა ძალა იქნება, რომ თქვენ ბოლოში გახვიდეთ. ვერანაირად. და ნუ იყოფინ ასე, ჩემო თორნიკე, ნამდვილად, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თვითონ აი კონკრეტულად ინჟინერია
და ქვეყანაში სადაც ინჟინერია ასე ყვაო და სხვა ტექნოლოგიები, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური ასე ვთქვათ, ფაკულტეტები და პროფესიები. აი ამ ყველაფერს ხო და ესენი დიდი ღვაწლით გამოირჩეოდნენ, რა თქმა უნდა. და დღეს რომ გაქრობის პირასაა, რადგან მათ ვიცით ჩვენ რა ნაბიჯიც გადადგეს და რასაც გეგმავენ. ეს იმდენად უსუსური და შემარცხვენელია საზოგადოების ფართო არენის, საერთაშორისო არენისაც თავისთავად თვალში, რომ ეს ხალხი თავიანთ წარმომჩენ, თავიანთ წარმდგენ, აი ის მაინდენტიფიცირებელი რაც არის ქვეყნისა, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. ჩვენი ეთნოსისა, ხომ განათლება, კულტურა, აი ამას მოურყიეს ფორპოსტები და აი ამ ყოველივეს ანადგურებენ და ხშირად მithქვამს ხოლმე იცით რომ გაერთიანების სახელით ეს ფსევდო გაერთიანება ან რომელ გაერთიანების აქტუალიზმს ხედავთ მეგობრებო ჯერ ერთი განათლების საპირწონეთ და უფრო მეტიც ალტერნატივად თქვენ დააყენეთ და შესთავაზეთ სრული სერვიზით და დიდი კომფორტით თუ შეიძლება ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს მომავალ თაობას დიდი საცდურები. დიდი ასე ვთქვათ, მართლა მომწყვლადი სცენი, რასაც ქვია, კლუბები, სათამაშო ობიექტები, კაზინოები, აი ეს გარყვნილების კლუბები, ნარკოტიკები, იცით, თქვენეული ალტერნატივაა ეს. თუ დღეს ჩვენი სტუდენტური გარემო დიდი აკადემიური ასე ვთქვათ ხარისხით ვერ დაიჩემებს და ეს ჩვენი ყველას ჩვენთაგანის უბედურებაა, სადაც ბრალეულობა თორნიკე თითოეული ჩვენთაგანისაა მეტნაკლებად, მაგრამ გაცილებით დიდი ბრალეულობაც დანაშაული საერთოდ და ასე ვთქვათ ყოველივე საითკენ მიემართება, ვიცით, ვისაც ბერკეტები ხელთ უპყრია და ამ ქვეყანას განათლებას უსპობენ, ჯერ წინა რეჟიმის პერიოდიდან დაწყებული, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, თუ რას მოქმედებდნენ, განათლების მინისტრად ვინ ყავდათ, იქ ბავშვი რომ ვერ დაწერა დაფასთან და მერე ჯერ ბაშვი დაწერა და მერე რომ დაუძახეს, რომ არა, რას ამბობ კაცო ესე არა, მერე ბავშვი დაწერა თუ რაღაც ბავში დაწერა ხო ეს შეიძლება თქვას ადამიანმა რომ ეს მოხდა რაღაც სპონტანურად რა მოხდა სპონტანურად ხელში გაქვს ცარცი დაფაიქ არის აი ასეთი განათლების მესვევრები მოგვივლინა ჩვენ ამ ორივე რეჟიმმა გაერთიანებულმა დიდი ხანია და პორტირებულმა ერთმანეთში ხო ინტეგრირებულმა სხვათა შორის გაერთიანების შესახებ სკრუპულოზულად აქვს ნასაუბრები არაერთ სამ სტუდიაში გარეთაც იცით რომ მიმდინარეობს პროტესტის დიდი ტალღა რომელიც რა თქმა უნდა არ შემცირდება აქ ექსკლუზივი იმისა რომ ჩვენ გპლ-ები ვართ ან დღეს მოღვაწეობთ გპ-ში რა თქმა უნდა არამართებულია და თუ ვინმე აღქმაში აქვს რომ აი თანამშრომელმა გააპროტესტოს და მე რა მინდა ეს დანაშაულია მეგობრებო ქვეყნის და მომავალი თაობის წინაშე განათლების წინაშე ეს უნივერსიტეტი გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და აბსოლუტურად ყველას კუთვნილება რა თქმა უნდა გეთანხმებით თუ კი ბრძანებთ რომ ადგილობრივების ვინც იქ ბრძანდება ვინც იღწვის მათი რეაქცია აუცილებლად საჭიროა მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ქართველი ერის მისი აღმატებულება ქართველი ერის რეაქცია არ შეყომდება არ დაახანებს და ეს რა თქმა უნდა ძალზე დიდ მუხტად და ძალზე დიდ ზვირთად გადაიქცევა მინდა გითხრათ ქართველი კაცის ღირსებაში მართლა ხელის ფათური და მისი ჩაწიხვა სწორედაც განათლების სისტემის დაკნინებითაც მოახერხეთ და ეს ერთგვარი
შეუწყნარებელი რამ გახლავთ მოაზროვნე კულტურული საზოგადოებისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას არასდროს არ კლებია და დღესაც სოლიდურად ბრძანდებიან. აი როგორც წეხან აღვნიშნე, შტატებთან ვერ გაერთიანდება თორნიკე, აი. დიახ. რუსეთი თქვათ. ეხლა ვიღაც მეტყვის რომ შტატების შორს არის. კარგი გასაგებია. როგორც ჩინეთთან ვერ გაერთიანდება რუსეთის იმპერია, ჩინეთის იმპერიასთან თქვათ ასე. აი წარმოუდგენელი ხომ არის არა? აი ასეთი წარმოუდგენელია ბატონებო, აი ამ ტექნიკური მართლაც, სადაც ქალბატონი მანან ნიკოლაიშვილს არაერთ გზის აქვს მოწოდებული მისი მიმართვები ეთერშია ხელისუფლების მიმართ, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი, რომ 18% არის ჰუმანიტარიის ხაზით. რა თქმა უნდა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. დანარჩენი 82% არის ის დისციპლინა, ის ტექნოლოგიური საფუძვლები, რამაც საქართველო აღაშენა, მეგობრებო. არ არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტი, არ არსებობს აბსოლუტურად სადაც კი მშენებლობა მიმდინარეობს. ყველა კუთხი, დიახ, ინჟინერია აგრარულ სექტორსაც აქვს. თუ გაქვთ მსგავსი თქვენ ასე თქვათ, წვდომა და შემეცნება, მაგრამ შემეცნება რომ გქონდეთ მეცნიერებას შეუტევდნენ. წარმოუდგენელია ეს შეერთება და თან რის ფასად. ხომ ყველამ კარგად ვიცით რომ გაქრობის ფასად. იქ თქვენ ძალიან ბევრი ნაღმი გაქვთ ასევე ჩადებული, რასაც ჩვენ ვიმკით დღენიადაგ. ჯერ შენობების, რა თქმა უნდა, მადაზე ხართ მოსულნი. კაცმა არ იცის ვის მიყიდით, რაში გამოიყენებთ, მაგრამ ამაში ხედავთ ასევე თქვენს ფისკალურ ეფექტს. და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ალტერნატივა კი შეთავაზეთ საზოგადოებას. ახალგაზრდებს რომ აგერ ბატონო თქვენი ფილოსოფოსი რომ ბრძანდება შათირიშვილი თუ არ ვწდები, მიბრძანდითო თუ ვისაც არ მოგწონთო პირდაპირ რუპორი შემიძლია ვთქვა აი თქვენი ბელადის მე სიტყვა ოლიგარს აღარ ხმარობ თორნიკე უკვე რაღაც პერიოდია რადგან ოლიგარქი მხოლოდ ერთი არ არის კი მართველი ერთია ბელადი ასე ვთქვათ ფეოდალია რა დავარქვათ ხო ნებისმიერი ეპითეტი შეგვიძლია გამოვხატოთ ხო მისი დღევანდელი ყოფა ეს ტრაგიკული ყოფა რა მას მიაჩნია რომ ეს ძალმომრეობით და დავუშვათ ეს კულუარული მართვით როგორი ძლიერია, როგორი ბედნიერია და ამ დროს პიროვნულადაც ეს დიდი უბედურებაა, რასაც ვერაცნობიერებს. და ოლიგარქებს იმიტომ არ აღნიშნავ, რომ ოლიგარქების სისტემა ჩვენ ქვეყანაში თვითონ პარლამენტში მოიძიება, არაერთი ბატონო. რამდენი მილიონერი ყავს, გნებავთ მინისტრთა კაბინეტში, ხო? როცა ქვეყანა ჯერ ეს ფასებზე აღარ მსულს საუბარი, ეს რომ მართლა ფოჩიანი კამფეტი იყო საზოგადოებისათვის. ფასების კლება, იქ რაღაც ილუზორული, რაღაც თეატრალიზებული დადგმები, რომ თითქოს აუდიტს, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის გაკონტროლების მცდელობა, რაც შეუძლებელი, წარმოუდგენელია მათგან. და ასე შემდეგ, იცით, ერის სიცოცხლის წყაროაო ილია მართალი ბრძანებდა, მეგობრებო და ეს სიცოცხლის წყარო ისე მოედინება, ისე ძალუმად და ისე ანკარად მოედინება, იქ რაც არ უნდა ნაგავი ჩაყაროთ, იქ რაც არ უნდა ჯებირი გააკეთოთ და გადაკეტოთ ეს მართლა წყარო ცხოვრებისა და მე ვიტყოდი ცხონებისაც, რადგან წარმოუდგენელია ცოდნის ტაძარი არ დავინახოთ ჩვენ ტანდემში სულიერების ტაძართან, დედა ეკლესიასთან. როგორ შეიძლება ერთი მეორის გარეშე. ჩვენ ყავდა დიდი სიკადულები, მამების კუთხით, წმინდა მამები, რომელნიც არ მხოლოდ სულიერების მწვერვალებს აღწევდნენ, მათ ბაზისად დიდი განათლება ჰქონდათ, ხარისხები ჰქონდათ დაცული. და ჯერ მარტო
არსენ იყალთოელზე რომ ვისაუბრობთ, ეფრემ მცირე, თაწმინდელები ჩემო ბატონო. და ასე შემდეგ ეხლა მართლა სულმნათი აკაკი წერეთლის არ იყოს, ვინ დასთვალოს სხვაში. პეტრე იბერი და პეტრე იბერიო, რა თქმა უნდა, პეტრე იბერი კი ბატონო. იცით რა მინდა გითხრათ, თქვენ რომ ჩაიხსენით. აი იმ ქვეყნის შვილი ბრძანებს, სწორედაც კანტი რომ ადამიანად ხდება მხოლოდ განათლებით. არა ადამიანად დაბადებულზე არის საუბარი და შეიძლება ადამიანმა დაკარგო. ჩვენ ვართ მსგავსება ღვთისა და ხატება. მსგავსება დიდი ხანია დაკარგა საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა, მაგრამ ხატება ხომ დარჩა, ამაზე არა აქვს აქცენტი კანტს, ემანუელ კანტს. ის ბრძანებს რომ საერთოდ ადამიანობა რომ შეინარჩუნო, ეს განათლებით ხდება მხოლოდ და მხოლოდ. აი თქვენ რომ გონიათ რომ იმ ვექტორთან ხართ ახლოს და იმ სარტყელთან, ხო? ძალიან ფართოდ გაუხსენით, ესეც უმეცრებით, ესეც მოღალატეობრივად, მაგრამ გაუხსენით კარიბჭე, შეიძლება ითქვას 18 თუ 19 ქვეყანას რომელთა აქ შემოსვლა და უვიზო მიმოსვლა აბსოლუტურად არანაირი სარგებელი, არანაირი მარგი ქმედების კოეფიციენტი მათ აი ასეთ შემოსვლებს და მერე მადაზე მოსვლას და აქ დამკვიდრების სურვილები როგორ მატულობს ჩვენ კარგად ვიცით, არაფერი არ გააჩნია. და აი იმ ვექტორს, სადაც თითქოს ახლოს ხართ თქვენ, ხომ? აფრიკულ ტომებსაც გაუღეს, რა თქმა უნდა. აი ნელსონ მანდელა ბრძანებს. განათლება არის ყველაზე მძლავრი იარაღი, რითაც შეიძლება კაცობრიობა შესცვალო. თქვენ არათუ კაცობრიობა, ცივილიზებულ კაცობრიობას ჩახსნილო, ასე ვთქვათ, ოდიოზებო. თქვენ საკმაოდ და ძალზედ ტრაგიკულად ცვლით თქვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, მდგრად და მართლა ვექტორს, ასე ვთქვათ, განვითარებისკენ მიმართულს ყოველდღიურად. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან აჟიტირებულნი რომ ბრძანდებით, არაერთ გზის იმედმა გადმოსცა და არა მხოლოდ ხომ ეხლა მათი ნამცეცების ტელევიზიები არაერთია და ჯიბის ტელევიზიები რომ თურმე ქართველს ეს კი არის აქ დიდი ნაწილი წაკითხulis შინაარსის ასე ვთქვათ გაგება უჭირს. იმდენად არ უჭირს, რომ თქვენი ანტიქართული პროექტების, ასე ვთქვათ, რატიფიკაციამდე, თუნდაც დაანონსებამდე ვერ წაიკითხონ თქვენს თვალებში, თქვენს გონებაში, თქვენს ლექსიკაში და თქვენს საქმეში, თუ რას წარმოადგენთ და რას აპირებთ და რას უპირებთ ამ მართლაც კურთხეულ და მადლიან ქვეყანას. ეგრე არაა საქმე. იქაც დაკავებულები ვინც აკავთ, მოკითხვა აქედან ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულს, დევნილსაც, რა თქმა უნდა. თქვენ რეალურად გავიგეთ, რომ განათლების ალტერნატივად აი ეს გარყვნილება კაზინოები და ნარკოტიკებით მთლიანად მოცული გახადეთ ეს ქვეყანა, მაგრამ როგორ ფიქრობთ ახლა? აი ეს ადამიანები, რომელნიც დაკავებულნი ყვანა, ხომ? ნარკოტიკებთან სიახლოვე გააჩნიათ. სამშობლო არ უყვართ, მართლა ვინმე დააჯერეთ, რომ იქ ყაველაშვილის დატუსაღება სულ ეს ცინიზმია, ეს ასაცილოა, ეს ამაზრზენია, რომ ყაველაშვილის დატუსაღება სურდა მავანთა თუ მავანთ. დანაშაულის მტკიცებულებების გარეშე გყავთ ეს ადამიანები დაკავებული და ესეც ერთ-ერთი თქვენი მიმართება და თქვენი სწორება მომავალ თაობაზე, დიახ. ვერ ხედავთ თქვენს ბრალეულობას. თუ კი მართლა აჯანყების წინიდეკით, ვისი მონაპოვარია შემთხვევით, საიდან, როგორ მოვიდა ეს ყოველივე, ის სოციალური დუხჭირი ყოფა, აი ეს პოლიტიკური ქაოსი, არასტაბილური ბურუს მოსილი მომავალი ჩვენი ქვეყნისა, რამაც ძირითადად გამოიყვანა საზოგადოება და დიდი ნაწილი და ეს შეუქცევადი პროცესია, საით კი ვისი ბრალეულობა, ვინაა ამაში დამნაშავე. თორნიკე, განათლების რანგში დიდი კვალიფიკაცია გაქვს,
შენი გამოცდილებითა და რა თქმა უნდა წარმატებებით და ამ ყოველივეს შესახებ ჩვენ არაერთი გვისაუბრია ეთერშიც, ეთერს მიღმაც და გთხოვთ თუ შეიძლება ჯერ პირველ რიგში მოგესალმებით. კიდევ და კიდევ საღამომშვიდობის პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მე ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბრიტანეთმცოდნეობის განხრით და სანამ მეორეულ პროფესიას ავირჩევდი, განზრახული მქონდა, რომ ბრიტანეთმცოდნეობას უნდა მივყოლოდი ბოლომდე და მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში უნდა დამეცვა ხარისხები. და ახლობით მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მომიწია მეორეული პროფესიის არჩევა ბატონო ბექა. და მირჩიეს პედაგოგიკის განათლების მეცნიერებების არჩევა, ვინაიდან ეს ახლოს იდგა ჩემს პროფესიასთან. 12 საგანი გავიარე ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში განათლების მეცნიერებების მიმართულებით. იქ იყო არაერთი საგანი, ძალიან საინტერესო. პედაგოგის პროფესიული ეთიკა, განათლების ფსიქოლოგია, განათლების ფილოსოფია, განათლების ისტორია, პედაგოგიკის საფუძვლები, დიდაქტიკა და ძალიან ბევრი საგანი. და მიუხედავად ჩემი სიყვარულისა ბრიტანული კულტურისა და ინგლისის ისტორიის თუ ბრიტანული ქვეყნების ისტორიისა, გადავწყვიტე, რომ ქვეყანას უნდა გამოვდგამოდი განათლების მიმართულებით და მართლაც ჩავაბარე მაგისტრატურაში განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე ამავე უნივერსიტეტში. საკმაოდ რთული გამოცდები გავიარე, მინდა გითხრათ. 44 მაგისტრანტი ვიყავით. რა შეიძლება ითქვას? განათლება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო. აი მე მინდა დაგისახელოთ მაგალითად ფინეთის და ისლანდიის მაგალითი. ისლანდია ეს არის ძალიან პატარა ქვეყანა, ბატონო ბექა. რამდენიმე 100,000 მცხოვრები ყავს. იქ იცით როგორი განათლების სისტემაა შექმნილი? თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული, რათა თითოეულმა მოქალაქემ, შეძლების დაგვარად და სურვილისამებრ მიიღოს უმაღლესი განათლება და შესანიშნავი უნივერსიტეტები აქვთ. შესანიშნავი უნივერსიტეტები. აღმოსავლური ფილოსოფია გვასწავლის, რომ თუკი ჩვენ გსურს რაიმე გრძელვადიანი მიზნის დასახვა და მისი დროში განხორციელება, ამისათვის აუცილებელია, რომ ჩვენ საფუძველი მოვამზადოთ განათლებაში. მე რამდენიმე დღის წინ უბრალოდ გუშინ ჩავწერე მცირე ფირი იმასთან დაკავშირებით, რომ კულტურული გზით ექსპანსია ეს არის დაპყრობის მწვერვალი. ამაზე წერს თავის ნაშრომში ომის ხელოვნება დიდი ჩინელი ფილოსოფოსი სუნძი. აი ინგლისის მაგალითი მინდა დაგისახელოთ ჩემო ძვირფასებო. ინგლისში ძალიან სერიოზული პროცესები ვითარდებოდა. თავდაპირველად იქ იბერიელები დასახლდნენ, შემდეგ შევიდა რომის იმპერია, შემდეგ ანგლები და საქსები, გერმანული ტომები, ამას მოყვა ვიკინგების შემოსევა, შემდეგ იყო ნორმანთა დაპყრობა, ეს ფრანგული ანგლო-საქსამდე ბრიტები, იბერიელები, დიდი ბრიტანეთი. კი ბატონო, ბევრი პროცესი გაიარა და მაშინ, როდესაც ბატონო ბექა ისნის კარავის კულტურა ყალიბდებოდა საქართველოში, ჯერ ინგლისში პარლამენტარიზმის იდეა არ იყო ჩამოყალიბებული. ჩვენ როცა გქონდა სახელმწიფოებრიობა შექმნილი, რამდენიმე საუკუნის შემდეგ ჩამოყალიბდა ინგლისური ენა და ინგლისის სახელმწიფო. ახლა რატომ აქვს მე საუბარი ინგლისზე? ინგლისი ეს არის გენიალური ქვეყანა. თავისი იმპერიალისტური ხისტი პოლიტიკით მე მესმის ყველაფერი, მაგრამ რატომ არის ინგლისი გამორჩეული ქვეყანა ბატონო ბექა? ინგლისმა თავისი დაპყრობა და თავისი ექსპანსია განახორციელა განათლებითა და კულტურით. ოქროს ხანად ინგლისის ისტორიის განმავლობაში პროცესში მიიჩნევა დედოფალ ელისაბედ პირველის მმართველობის ხანა. რა გააკეთა დედოფალ ელისაბედ პირველმა? ქვეყანაში სწავლულებს გაუკვალა გზა, შეუქმნა წინაპირობები იმისათვის, რათა თავიანთი შესაძლებლობები მთლიანად გამოიყენებინათ და შექმნა ინტელიგენტ მსტოვართა ინსტიტუტი.
ეს ინტელიგენტი მსტოვრები სხვადასხვა ქვეყანაში ჩადიოდნენ, ეცნობოდნენ მათ კულტურას, ისტორიას, პოლიტიკას, სწავლობდნენ მათ მონაპოვარს და შემდეგ ამ ცოდნით ხელდამშვენებულები ბრუნდებოდნენ ინგლისში. ახლა ინგლისში შევეშვათ და გადმოვიდეთ საქართველოზე. საქართველო ეს არის უნიკალური ქვეყანა, სადაც 18-მა იმპერიამ მოიმტრია კისერი და დაილეწა კავკასიონზე. საქართველო ოდითგანვე იყო დიდი განათლების კერა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს მისცა ღვინო, ფოლადი, თაფლი, რომელმაც მსოფლიოს მისცა მსოფლიოში პირველ ნაწარმოებად ბატონო ბექა, რამდენიმე კვლევით იცით რომელი ნაწარმოები დასახელდა? არა შექსპირი და გოეთე, არამედ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. და სირცხვილია, რომ უცხოელებმა დღეს ვიწრო წრემ, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთ იცის ვეფხისტყაოსანი, ვიდრე ვთქვათ, რიგითმა ქართველმა საშუალო სტატისტიკურმა მოქალაქემ ან მოსავლემ. რომ არაფერი ვთქვათ, დიახ. სწორედაც ისტორიული ექსკურსის მიხედვით იაკობ ხუცესზე. დიახ. მეხუთე საუკუნეზე კონკრეტულად, როცა მართლაც არ მინდა შეურაცხყოფა არც ერთი ერის, მაგრამ დიდ სტეპად განიხილებოდა საერთოდ ევროპის ის ნაწილი, რა თქმა უნდა, სადაც კონკრეტულად უკეთესი ბრიტები ცხოვრობდნენ და მერე უარესი საქსები, თუ დანარჩენი ევროპის მკვიდრნი. კი ბატონო. თქვენ ახსენეთ ნელსონ მანდელა და სხვათა შორის ნიშანდობლებია, რომ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე მისი ავტობიოგრაფიული წიგნი. და ნელსონ მანდელასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო სიღარიბეში გაზრდილი პიროვნება, რომელიც იბრძოდა აპარტეიდის წინააღმდეგ, შავკანიანი მოსახლეობის შევიწროების წინააღმდეგ და ნელსონ მანდელა იყო 20 წელზე მეტი ხნისა, როდესაც სკოლაში დადიოდა. და შემდეგ ციხეში ყოფნის პერიოდში უამრავი წიგნი წაიკითხა და შეისწავლა ინგლისური ენა ძალიან კარგად. ჩემო ძვირფასებო, მე გეტყვით ერთს. წიგნის კითხვის გარეშე განათლება დაივიწყეთ. თუ ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობას, ჩვენს აღსაზრდელებს ადრეული ბაღის პერიოდიდან წიგნები არ ვუკითხეთ და თუ სკოლაში მოსწავლეებს წიგნის კითხვა არ შევაყვარეთ, ისინი მიიღებენ საყველპურო ცოდნას. რატომ აქვს ამაზე ყურადღება გამახვილებული ბატონო ბექა? გარკვეული განათლების კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ სამომავლოდ მოსახლეობის შედარებით ნაკლებად განათლებული ფენა განათლებას მიიღებს ინტერნეტიდან, ხოლო ინტელექტუალური არისტოკრატია ხაზს ვუსვამ, ინტელექტუალური არისტოკრატია და არა ფინანსური, კომერციული არისტოკრატია, ცოდნას მიიღებს წიგნიდან. ამას წინათ ერთ-ერთ საიტზე ვიყავი შესული, რუსული საიტია და რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთი განათლებას. მხოლოდ ფსიქოლოგიის განყოფილებაში ბატონო ბექა გასაყიდად გამოტანილი იყო 446,000 წიგნი. წარმოიდგინეთ. ამიტომ აუცილებელია რომ წიგნის კითხვას მიექცეს ყურადღება და ახლა რომ არ ავწდეთ თემას და რომ არ გამეგზელდეს ძალიან უნივერსიტეტის თაობაზე მოგახსენებთ. დაუშვებელია თბილისის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება. ამის ნაცვლად უმჯობესი იქნება და მე მიუმართავ ხელისუფლებას დიდი თხოვნით და მოწიწებით, რომ მაქსიმალურად დააფინანსონ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხელი შეუწყონ იქ არსებული მიმართულებების, დარგების განვითარებას. დღეს ბატონო ბექა დაფინანსების სისტემა იცით როგორ არის? მოსწავლემ უნდა გადაიხადოს საკუთარი ჯიბიდან, ან უნდა მოიპოვოს დაფინანსება. ამის ნაცვლად განათლების ექსპერტები მუდმივად გეუბნებიან ბატონებო, პირდაპირი გზით უნდა დაფინანსდეს უნივერსიტეტი. არ შეიძლება მაგალითად მოწვეულ ლექტორს, რომელიც ჯერ კიდე დოქტორანტია და სწავლობს დოქტორანტურის საფეხურზე, დოქტორანტურაში შენ კიდევ ფული გადაახდებინო და ჩატარებულ ლექციაში მისე თითო საათში 11 ლარი. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. რამდენი საგრანტო სისტემა გააჩერეს სხვა კერძო დაწესებულებებში, სასწავლო დაწესებულებებში. ესეც მათი მონაპოვარი. დიახ. და საერთოდ მე მიმაჩნია ჩემო ძვირფასებო, რომ
ბიუჯეტის დიდი ხვედრითი წილი უნდა იხარჯებოდეს შემდეგ მიმართულებაზე ბატონო ბექა. ეს არის განათლებისა და მეცნიერების განვითარება, ეს არის ადამიანთა ჯანდაცვა, ჩვენ სოციალური სახელმწიფო უნდა ვიყოთ. სოციალური სახელმწიფო არ გამორიცხავს კერძო საკუთრების ქონას, არა. დემოგრაფიულ პრობლემებს უნდა მიეხედოს და სოფლის მეურნეობას. გუშინ უსმენდი ბატონი მერაბ მამარდაშვილის ერთ-ერთ მცირე ისეთ ჩანაწერს, სადაც ის ამბობდა, რომ ქალაქი თბილისი კი არ უნდა განვავითაროთო, იმისათვის, რათა თბილისი განვითარდეს, უნდა განვავითაროთ გორი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი და ასე შემდეგ და უნდა განვავითაროთ ქართული სოფელიო. ჩვენ თუ სოფელს არ დაუბრუნდებით, ჩვენ თუ არ შევქმნით თანამედროვე ტიპის ქართულ, ევროპულ სოფელს, ჩვენ მომავალი არ აქვს. გეთანხმებით სრულიად თორნიკე, ერთი რამ მინდა დავამატო, ჩვენ საუბრობდით ციგნიერებაზე თავისთავად და სულ ვისაუბრებთ. უციგნური თაობა საქართველოს არასდროს არ ყოლია და მე დაბეჯიდებით ვიტყვი, რომ არც დღეს არ ახავს, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. ასე ვთქვათ, ვინმე კრიტიკოსი ავად თუ როგორ განწყობილი ან ჩასაფრებული მით უმეტეს იტყვის, რომ ციგნების მეტი რა არის თქვენ ლოცვილებო. დაბეჭდილიც, შემოტანილიც, სავსეა, ყველა ფანჯარა ღია, ყველა ინფორმაციისათვის. აი სწორედაც ეს არის მეორე პოლუსი, მეგობრებო. მეორე პოლუსი. ჩვენი ეთნოსის დიდი კორიფენი, თავდადებულნი, საეკლესიო თუ საერო მოღვაწენი და ტანდემში ბრძანდებოდნენ ესენი ყოველთვის, რადგან ხმა ღვთისა, ხმა ერისა იყო, როგორც განათლების კუთხით, ასევე ბრძოლის კუთხით. არც ბრძოლა იყო განათლების გარეშე. თქვენ როგორ ფიქრობთ? დავით აღმაშენებელმა, გიორგი ბრწყინვალემ, თამარმა, ამ ჩვენმა მართლაც მე აღარ ჩამოვთვლი დანარჩენ, ასე ვთქვათ, დიდ სტრატეგ და დიდ მართლაც დიდ მამულიშვილ მებრძოლებზე, რომელთაც არაერთი და ორი ბრძოლა აქვს საქართველოსთვის მოგებული სასარგებლოდ და არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, ხმალ კვეთებით. თუმცა ხმალი ეს ჩვენი, რა თქმა უნდა, სვებედი იყო, რადგან ის ეპოქა იყო შესაბამისი, მაგრამ განათლების კუთხითაც მე შეგახსენებთ, თუ რა უპასუხა გიორგი მთაწმინდელმა, ასე ვთქვათ, ბერძენ პატრიარქს, სასულიერო იერარქს, რომ კონკრეტულად მიუხედავად იმისა, რომ დიდი რიდი და პატივისცემა გამოიჩინა ყველა წმინდანის მიმართ და რა თქმა უნდა თავმოციქული პეტრეს მიმართ, მან როცა იერარქმა გიორგი მთაწმინდელის გასაგონად ბრძანა, რომ ჩვენ უფროსნი ვართ თქვენზე და თქვენ ჩვენ უნდა გვისმენდეთ. გესმით, ეს არ იყო მხოლოდ მორჩილების კუთხით და უშუალოდ ჩვენი მორჩილებაში გამოცდილება, არა. ეს იყო ერთგვარი სასულიერო რანგში მართლა ერთ-ერთი დისპუტი, რომელიც გიორგი მთაწმინდელის წარმატებით დასრულდა, რამე თუ მან შეახსენა მას, რომ პეტრე, თავმოციქული პეტრე დიდება მას, ანდრია პირველწოდებულმა წარადგინა უფალი იესო ქრისტესთან და ანდრია პირველწოდებულია სწორედაც, არა შემთხვევით პირველწოდებული, რომელიც საქართველოში შემობრძანდა სვიმონ კანანელთან, მატათასთან, თადეუსთან, ბართლომესთან, თომასთან, როგორც ამბობენ და აქ არაერთი მოციქული ბრძანდებოდა, მაგრამ ანდრია პირველწოდებული იყო სწორედაც ის. ასე რომ თევდორე მღვდელს შეეძლო ასევე ის დიდი მამულიშვილობა და განწირვა გამოეჩინა სწორედაც შემოჯარულ ტარვალთან, მტერთან და ეთქვა, რომ მე თქვენ არ გასწავლით არაფერს. და იქვე აკუწავდნენ ხმლებით და შემდეგ, რა თქმა უნდა, არ დადგებოდა სასიკოთო შედეგი, რამე თუ ცხირეთიც იქვე იმყოფებოდა მეფე ლუარსაბი. მაგრამ მან უთხრა, აი სიბრძნე სიცრუისა. სწორედაც გამოიყენა, რომ მე ვიცი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს ისტორიული წმინდა პასაჟი შეიძლება ვთქვათ ასე, რომ საით რა მიმართულებით წაიყვანა მტერი.
მრავალი რამ შეიძლება გაიხსენოს საქართველოს ისტორიიდან განათლების ასე ვთქვათ სასარგებლოდ და ეს სარგებელი შეუქცევადი და ასე ვთქვათ კითხვის ნიშნის გარეშეა, მაგრამ წიგნზე მქონდა აქცენტი და სწორედ ეს მინდა გითხრათ, რომ იცით სელექციაა საჭირო. დღეს აბსოლუტურად ყველაფერი იბეჭდება. დღეს ყველაფერს ბეჭდავს. დღეს ცოდვის კულტივაციაც ძალზე წარმატებულად მიდის და ინექციები ტვინში. აი ამ ბეჭდვითი, ასე ვთქვათ, ორგანოებიდან, სქელკანიანი, ასე ვთქვათ, ყდიანი წიგნებიდან თუ ბროშურებიდან. ძალზე დადვილია ცოდვითა და მრავალი მანკიერებით მოწყვლად გარემოში, სწორედაც აი ის მარცვალი ჩააგდო, ის შხამიანი მარცვალი, რომელსაც იქ განვითარება უწერია, რადგან ადამიანი, როგორც შთაგონებითი არსება და ცოდვით დაცემული, ყველანი მიდრეკილნი არიან ცოდვისაკენ და მით უმეტეს ისეთ მოწყვლად გარემოში, როცა ხელისუფლება არ უქმნია ღმერთს და ის ხელისუფლებაც ჩვენი საზოგადოების ხალხის წიაღიდან მოსულნი არიან, არაერთ გზის მithქვავს და არა ციდან ჩამოვარდნილი. ცა და ზეცა მათთან რა თქმა უნდა ეხლა ისე ფორმალურად თორე საერთოდ ზეცასთან რა უნდათ მათ ქვესკნელის საქმეების მკეთებელთ ასე რომ სელექცია და ამ მეთოდით და ასევე რეკომენდაცია ბატონო ბექა რეკომენდაცია თავისთავად სელექციას რეკომენდაცია უნდა მოყვებოდეს ეს არის ახალგაზრდას ვიღაცამ უნდა უთხრეს რომ აი ეს აიკითხე აი ამას გაეცანი აუცილებლად თუ არ ეტყვი ყოველ შემთხვევაში აქ ახლა დაძალებითი ეფექტი კონტრპროდუქტიულია გარემო შექმენი ისეთი გარემო რომ განა შენი ბელადი ბრძანებდეს რომ პატრიარქი ავტორიტეტი არა განა თვალსაჩინო ერის კაცი ესე საჯაროდ უნდა მოსპო ცილი დასწამო და გაანადგურო ფართო აუდიტორიის წინაშე განა ღირებულება და ფასეულება უნდა აღხოცო პირისაგან მიწისა, რასაც ღრუბელივეთი იჭერს ახალგაზრდა თაობა და შესაბამისათაც ვითარდება. განა ის ადამიანები უნდა დააწინაურო, რომლებიც ბრძანებენ, მე აღარ მინდა სახელი და გვარის თქმა იმ ფსევდოლექტორებისა თუ პროფესორებისა. პროფესორებიც არიან და პროფესორებიც, ჩემო თორნიკე, რომელიც ბრძანებდა, რომ ვაჟა-ფშაველაზე რა ამ დიდ კორიფეზე აი მართლა რომ ეპოქას გაუსწრო ამ ადამიანზე ხო რომ ქართველებიო იქ ალუდა თემა განხილული საკმაოდ არაპროკვალიფიციურად და ტენდენციურად მინდა გითხრათ რომ თურმე კანიბალები ყოფილვართ ჩვენ და ხელს იმიტომ აჭრიდნენ რომ იმ ხელს მერე მიირთმევდნენ თურმე აი წარმოგიდგენიათ რაოდენ დიდი ზიზღი, რაოდენ დიდი, ასე ვთქვათ, უმეცრების დიდი კულტივაციისა და გავრცელების სურვილი უნდა გქონდეს შენ ახალგაზრდებში, რომ აი ამას მოაწერო ხელი. გავანებოთ თავი იქ სხვადასხვა ემპათიებს მათგან, სხვადასხვა ემპათიებს იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც დიდი ხანია გზას აცდენელი არიან და გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობენ და მათ პროპაგანდას. ასე რომ ამ ყოველივე ერთად მე წეხან იმიტომ აღვნიშნე ჩემო თორნიკე რომ ბრალეულობა მეტნაკლებად ყველასია. ჩვენ რომ გაგვეღიმა როცა ტელევიზორს უცქერდით სიტყვაზე, ხო, ჩემ თავზე არ ვამბობ მაინც და მაინც, მაგრამ მეც თანამონაწილედ ასე ვთქვათ წარმოგიდგენთ მაშინ თავს, რადგან საზოგადოების შვილი ვარ. როცა იქ ტელეწამყვანმა შოუში თუ სხვა ფორმატის გადაცემაში რაღაც ქალური იერი, ქალური მიხრა მოხრა და უფრო მეტიც გარყვნილების ტონი, ლექსიკა და მანერა შემოგთავაზა, იქ მცირეწლოვანი ბავშვი ისმენდა. თუ არ ისმენდა და დარბოდა, მას მაინც აღებეჭდება ფსიქოლოგიაში და იმ არაცნობიერში, აი შენი ემოცია. რომ შენ ტაშიკი არ შემოკარი, მაგრამ გაგეღიმა და უცქერდი. ჩვენ ახლა დიდ წიაღებში ვერ წავალთ, რადგან ბევრი დეტალი საჭიროებს ჩაშლას. პასუხისგებლობა ვიგრძნოთ ყველა, მაგრამ
მთავარი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ, ვისაც ლეთარგიისკენ არა ვართ მიდრეკილნი, რომ ეს პროცესი შეუქცევადი უნდა იყოს, მეგობრებო. როგორ შეიძლება დაუშვათ ესეთი რამ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი სამჭედლო დიდი კორიფეებისა და გამომხსნელი ქვეყნისა სიდუხჭირიდან და რა თქმა უნდა განვითარების მებაირახტრე განადგურდეს, წაიშალოს, დაინგრეს, გაიყიდოს, გასხვისდეს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი აქ უნდა ვიყოთ ერთსულოვანი და ეს პროცესი არ უნდა გაჩერდეს და მე მსურს თორნიკე დამშვიდობებისათვის ჩვენ მცირე დრო დაგვრჩა, კიდევ ერთხელ შევახსენო მაყურებელს, რომ ჩვენი გადაცემის, აი ამ პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ მეორე ნაწილი სრულად დაეთმობა ობიექტივის ეთერში დოკუმენტალური ფილმის პრემიერას, რომელიც ასახავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთელს ისტორიას და დღევანდელობას. და ეს რა თქმა უნდა კავშირშია, თემატურია, ფილმის ავტორი და რეჟისორი არის ბესი გაფრინდაშვილი. მინდა აღვნიშნო, მადლობა მას და თქვით დამშვიდობების სიტყვაც ორიოდ სიტყვით ვიტყვი ბატონო ბექა ჩვენი ძალა შესაძლებელია ჩვენ წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. რა კუთხით ვამბობ? ცოდნა ეს არის ცეცხლი, რომელმაც შეიძლება გაგათბოს და რომელმაც შეიძლება დაგწვას. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია რა? განათლება. რას ნიშნავს განათლება? პედაგოგის მიზანი არის არა მხოლოდ მეცნიერული ცოდნის მიცემა მისი აღსაზრდელისათვის, არამედ კეთილშობილების დანერგვა მასში. კეთილშობილების, ვინაიდან არსებობს ბოროტი გონე და არსებობს კეთილი გონე და მე ვისურვებ, რომ ქართული სკოლები, ქართული უნივერსიტეტები და ქართული ბაღები, რომელიც არის წინარე ეტაპი სკოლისა და უნივერსიტეტისა, იყოს აი ამ კეთილი გონის სამჭედლო. დიახ, ჭეშმარიტად გისმინოთ უფალმა, ხშირად გაგვიგია ჩემო თორნიკე, რომ აი ჭკვიანი კაცია ეს როგორ გამოეპარა, როგორ გამოეპარებოდა. ან არ იქნება მართალი სხვაგვარად მოიმოქმედებს. მეგობრებო, ჭკვისა და ტალანტის გარეშე უფალს აბსოლუტურად არავინ არ დაუტოვებია. ვინ როგორ მოიხმარა ეს ჭკუა, ეს ტალანტი? ჭეშმარიტ ცოდნაში ჩაფლო, ამ კუთხით რეალიზდა თუ არ რეალიზდა. განსაკუთრებულად მწარე შედეგები დგებოდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელისათვის, როცა მართლა ნიჭიერი და ჭკვიანი, ასე ვთქვათ, იმპერატორი აღმოჩნდებოდა ხოლმე იქ ზემოთ სავარძელზე, რადგან ძალზე ჭკვიანურად, მაგრამ ბოროტად წარმართავდა ხოლმე იმ ეთნოსისა თუ გარშემო მყოფთა სვებეთს და ეს არაერთი შემონახული აქვს ჩვენი, ასე ვთქვათ, მსოფლიო ისტორიას, ჩვენს ისტორიაზე რომ არაფერი ვთქვათ. და ისე გურამიშვილმა კარგად ბრძანა ჭეშმარიტ ცოდნაზე. ჭკუა უხმარა არს ბრიხუთათვის, ჭკუა ცოდნით მოიხმარების. აი ამ პათოსით, ერთსულოვნების დიდი იმედით, დაგემშვიდობებით, ცოდნა ილია მართლის სიტყვებით დავასრულებ, რომ განათლება არის ერის სიცოცხლის წყარო და ამ დაუშრეტელ წყაროს გისურვებთ, მეგობრებო. და არა ისე ერთხელ ზვიადმა თქვა, წყარო დაბეჭდულა, სულში მწუხარება, ათენას გველივით მოიპარებაო. სწორედ ეს ჟამი გვიდგას აქ და ვერც ერთი ქვეწარმავალი ზვიადის ენით ვერ გაიხარებს საქართველოში. კარგად ბრძანდებოდეთ და არ დაივიწყოთ მეორე ფორმატში, გელოდებათ დოკუმენტური ფილმი. კარგად ბრძანდებოდეთ.